მოგესალმებით. გამარჯობა თეა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რაღაცა ესეთ მნიშვნელოვან და თან ემოციურ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, თქვენთვის ემოციურზეც, რაც მაქვს თქვენთან ინტერვიუები ამ პერიოდში. ნანახი, რა განწყობებით ხართ ამ ეტაპზე ამ შეხვედრების შემდგომ? შეურაცხყოფის, იმიტომ რომ ისე მიმდინარეობს რეფორმა, რომლის შესახებაც ის ვისაც ეხება სტუდენტი, მოსწავლე, მასწავლებელი და პროფესორი საერთოდ არ არიან ინფორმირებული სრული სურათისთვის, არც ჩართული. აი ნუ როგორი განწყობა შეიძლება გქონდეს აქედან გამომდინარე და რანაირად უნდა გჯეროდეს რომ რაც იგეგმება გააზრებულად და კარგად. უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ. მაგნაწილში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეგნებული გადაწყვეტილება იყო პროცესთან ახლოს მყოფი, არავინ არ ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი რეფორმა არის, რომ სუბიექტური დამოკიდებულებები ჩნდება აკადემიური პერსონალის მხრიდან, რადგან მათ ბუნებრივად სამსახურის შენარჩუნება სურთო. ერთი ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც ობიექტურად მიუდგებოდა საკითხს და არა სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე. ეს აბსოლუტურად არარელევანტური არგუმენტია, მართალი რომ გითხრათ და მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რატომ არ მჯერა. თითქმის 15 წელი ვმუშაობდი განათლების სამინისტროში პარალელურად, ოღონდ ამ შემთხვევაში ზოგად განათლებასთან მიმართებაში და მე როგორ უნდა მჯეროდეს, რომ ამხელა მასშტაბის რეფორმა დაიგეგმა და არავინ არაფერი არ ვიცოდით განათლების სისტემაში შიგნით, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობდით მაგალითად ზოგადი განათლების ზედა საფეხურის საშუალო განათლების კომპონენტის მოწყობაზე და ეს საბაზო სკოლა ხდებოდა 10 წლიანი, შემდეგ ხდებოდა ერთგვარი, ასე ვთქვათ, შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო საშუალო საფეხური, სადაც პროფილური განათლება გვინდოდა შემოტანილიყო და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი წელიც კი მოსწავლის ცხოვრებაში, რომ მან უფრო გააზრებული გადაწყვეტილება გააკეთოს, გადასულიყო ამ საშუალო სკოლაში და შესაბამისად პირდაპირ ეფიქრა, რომ მე აგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას თუ სხვა გზით წასულიყო, ვთქვათ, ამ ეტაპზე რაღაცა პროფესია შეესწავლა, მაგრამ ჩიხიც არ იყო იქ ზოგადი განათლების კომპონენტი პროფესიულ სასწავლებლებში ჩაშენდა და მე შეიძლებოდა კვლავ როცა მე მოუნდებოდა მე ვთქვათ ისევ მიემართა უნივერსიტეტისთვის. ვერ მივიდა ეს საქმე ბოლომდე და ეს საქმე ჯერ გაჩერდა 20-21 წლის ბოლოს, მერე 2024 წელშიც კი იწერებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები სწორედ ამ ფორმით, რომ აი ასე წასულიყო საქმე და შეუძლებელია სკოლის ზედა საფეხური უნივერსიტეტთან ბმაში არ გააზრებულიყო. ანუ არავინ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით და უცებ და ვერ მივიდა თან, რაც მთავარია, ეს კომპონენტი სკოლის ერთი ზედა საფეხურის კომპონენტი ვერასდროს ვერ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. აი რატომ უნდა გქონდეს ჩვენ რაიმე იმედი, რაიმე რწმენა, რომ უცებ განათლების სისტემაში წლობით ნამუშევარ ადამიანებსაც არაფერი არც სტრატეგიულ დოკუმენტში გვინახავს მსგავსი და არც გვსმენია და რატომ უნდა გჯეროდეს, რომ ის ერთი კომპონენტი თუ ვერ მოხერხდა სკოლის ერთი კომპონენტის გაკეთება რეფორმის ფარგლებში და ლოგიკურ ნიშნულამდე მიყვანა, რომ განხორციელდება წარმატებით ამხელა რეფორმა. როდესაც ეს რეფორმა, რომელსაც აკადემიური სფერო რეფორმას არ უწოდებს, როდესაც ამ რეფორმის კონტურები გაჩნდა, სანამ გაერთიანება საერთოდ დღის წესრიგში დადგებოდა, აკადემიური სფერო აღმოჩნდა საკმაოდ პროაქტიული და აქტიური ამის განხილვის თვალსაზრისით, თქვათ, საზოგადოებისთვის იმ რისკების მიწოდების თვალსაზრისით, რაც შეიძლებოდა ამ რეფორმას მოჰყოლოდა და ამის შემდეგ
კურსებ, აი არაფრიდან წამოვიდა სწორედ აი ეს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. ხო არ ფიქრობთ, რომ ეს ცოტათი თქვენი სფეროს ემოციური დეზორიენტაციისთვისაც მოხდა? აი ამ საკითხმა ხომ არ გადაფარა უკვე ის, რაც დაკანონდა პრაქტიკულად სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილი არის უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი. თვითონ ეს ფაკულტეტი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ეს რა ფენომენია? არ არსებობს ქვეყანა არც ერთ კონტინენტზე, სადაც მსგავსი რამ შეიძლება რომ ნახოთ როგორც ანალოგი. როგორც არა თუ წარმატებული ანალოგი, არამედ წარუმატებელი თუნდაც. უბრალოდ ანალოგი არ აქვს ამას. და კარგი, თქვათ აკეთებ რაღაცა ნოუ-ჰაუს. ამას მით უმეტეს ხო წარმოუდგენლად მეტი დასაბუთება ჭირდება. და მეტი ჩართულობა, მეტი ხმის მოსმენა. ხო, თქვათ ეს სიახლე შენ მოიგონე. რას ემყარება, ხო უნდა იყოს ამაზე საუბარი. არაფერი მსგავსი. ნამდვილად ვისურვებდი, რომ ფართო მსჯელობა შეეხოს იმასაც, როგორიც არის აი იმ რესურსების და წლების მოკლება. საერთოდ ეს პროგრამული ნაწილი, რომლის ირგვლივაც ფართო მსჯელობა მაგალითად ჩვენ არ ქონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეიძლება რაღაც ნაწილს ქონდა, თქვათ რექტორთან საუბარი, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ჩემი კოლეგებისა ასე პროკურორს საწოლში ჩაწვენას არ უჭერს მხარს ამ პროგრამების. და რაც თავარია არ უნდა დაზიანდეს თავისუფლების განცდა, ავტონომიურობა უნივერსიტეტის და ასე შემდეგ და მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთაზე არ უნდა გადავიდეს უმაღლესი განათლება. რომ აი მე ვთქვათ ჩემს კოლეგებს და ჩემს სტუდენტებს რომ მივმართო სხვა რო არაფერი ჩვენი წესდების პრეამბულაში რომ ჩაიხედონ, იქ წერია რომ უნივერსიტეტი თვითონ TSU როცა დაარსდა, მისი დაარსება იყო ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცივილიზებულობის, დემოკრატიულობის და თვითმყოფადობის ასე ვთქვათ გამოხატულება, ამიტომ როცა ვამბობთ რომ ეს არის იდენტობის ნაწილი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების უმრავლესობისა დღეს ჯერ კიდევ ხო ის თაობა არის ამის გარდა აქ არის ჩაწერილი რომ ეს ის ინსტიტუცია უნდა იყოს რომელიც უზრუნველყოფს ევროპულ ასე ვთქვათ სამყაროში ჩართვას და მესამე საუბარი არის რა თქმა უნდა ავტონომიურობაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე და ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური განსხვავებულობითაც მიუხედავად აქ ადამიანებს აქვთ სწავლებისა და სწავლის უფლება და რომელი ერთი კომპონენტი არის ახლა დაცული, როდესაც ჩვენ შარშანდლიდანვე გვახსოვს ის განაცხადი, რომ პრემიერი საუბრობდა, რომ TSU გასაწმენდია ამ და ამ კატეგორიის პროფესურის. ბოლო კითხვა ჩემგან უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. რას ხედავთ წინ? მე ზოგადად ესე ვხედავ რეზიუმესავით რომ გავაკეთო, რომ ხარისხის, განათლების ხარისხის აწევაზე ორიენტირებული ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა თავის უნივერსიტეტების გაერთიანება გამოერთიანებით და ყველა დანარჩენი თანამდელი დაგეგმილი ნაბიჯებით არ არის. პირიქით არის რისკი იმისა, რომ განათლების ხარისხმა დაიწიოს საერთაშორისო შესაბამისობიდან ამოვარდნა ამას კიდევ მეტად ხელს შეუწყობს და არის მცდელობა ამ სასწავლო წლების მოკლების როგორც უმაღლესი ისე სკოლის არის გადადგმული ნაბიჯი იქითკენ რომ ჩვენ მივიღოთ პრაქტიკულად ძალიან მალე სრულიად არავალიდური დიპლომირებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ადრე ჩაერთვებიან, ასე ვთქვათ, შრომით ბაზარზე, არ იქნებიან კონკურენტუნარიანები ამ სწრაფად ცვალებად გარე სამყაროში არაფერთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყრუშული ღობე მოევლებათ მათ
იმიტომ რომ სხვა პერსპექტივები არ გაუჩნდებათ. ჩაერთვებიან, შეიძლება რაღაცა თანხით მათი მოზიდვა მოხდეს და სწრაფად უნდა ჩავაბათო ეკონომიკაშიო და შრომით ბაზარზე გაუშვათო, კი თქვა თავიდან. სწრაფად ჩაერთვებიან, მაგრამ აღარ მიეცემათ არასდროს შემდგომი სწავლა განათლების საშუალება მათ და იქნებიან ესეთი პრაქტიკულად გაყინულ მოცემულობაში აღმოჩნდებიან ესენი. ერთი ველოდები იმას, რომ მეტი მასწავლებელი, მეტი პროფესორი და მეტი სტუდენტი გაიაზრებს და კარგად გაიგებს და დასვამს ბევრ კითხვას, რომელიც არაერთი თქვა განათლების ექსპერტების მხრიდან, პროფესორის მხრიდან დაიწერა, ეს კითხვები ჩამოთვლილი არის და ყველას უნდა კონდეს ამ კითხვებზე პასუხი თავისთვისაც და როცა ხვდები, რომ შენ არ გაქვს ამისთვის პასუხი, კიდევ უფრო მეტად უნდა ახმაურდე აუხსნა სხვას, ვისაც ესე ჯერა რაღაცეები უაპელაციოთ, აუხსნა ის რისკები და არ უნდა გავჩერდეთ, მე მგონი. არის უდიდესი რისკი, იმიტომ რომ გრძელვადიანად დაგეგმილი ეს რეფორმა არ არის. არის კონცეფცია გავს ხუშტურს, არც ერთ პუნქტს არ აქვს დასაბუთება კვლევების სახით. ანალოგიები რომ არ არსებობს მსოფლიოში, ისეთ რამეს გვაძლევენ. ამ ნოუ-ჰაუსაც არავინ არგუმენტირებულად არ ხსნის და ხელის გადაგრეხვა. რექტორის როლს როგორ არის ეს. რექტორის როლსაც და საერთოდ ნებისმიერი უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები რომ ყოფილიყვნენ ერთ პირზე და მოწოდების სიმაღლეზე, ბევრად კარგი იქნებოდა და ბევრად ეფექტური ჩვენი წინააღმდეგობა იმთავითვე. მე მაგალითად ველოდი, ხანდახან ვიძახი, რომ იმიტომ არ ვგიჟდები თქო, რომ ამის მოლოდინი შარშან გაზაფხულიდან მაქვს, როდესაც ითქვა, რომ უნდა გაკეთდეს რაღაცა რეფორმა და ამ სარეფორმო კომისიაში რა ვიცი, კალაძე, რიჟვაძე და ვიღაც ადამიანი, ყველაზე ლოგიკური ფიგურა, იქ განათლების მინისტრი გამოიყურებოდა სტატუსით და არ იყო არც ერთი პროფესორი, არც ერთი განათლების მკვლევარი და ჩვენ მაშინ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა დავწერეთ, რომ ეს უпростоრედ ძალიან მოზომილი მოთხოვნა იყო, რომ რაღაცას რო იგეგმება განათლების ირგვლივ. ჩვენი ხმაც ისმოთ ეს. ვინმე ერთი ადამიანიც იყოს და რექტორებმა იზრუნეთ ამაზე, რომ ვინმე იყოს, ვინც იქნება ჩაბმული და მოკლედ განათლების პრობლემების იდენტიფიკაციის თუ გადაჭრის გზებზე იქაც იტყვის სიტყვას და მოგვაწოდებს ჩვენს ინფორმაციას მოგვაწოდებს. ანუ თვეები გავიდა და ისე დაიწერა ეს ეგრეთ წოდებული კონცეფციაც, რომ რაღაცა არაფერი ვალიდაცია ამას არ ახლავს. წინასწარ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რისკები ადამიანებმა ვერ დაინახეს და სოლიდარობაც არ გამოხატეს იმათ მიმართ, ვინც ეს დაინახა. მაგრამ მე მგონი ეხლა უკვე კრიტიკული მოცემულობაა და იქნება ამ შეცდომებზე ვისწავლოთ. ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ ეხლა მაინც კოლეგები ბევრად ფართოდ გახელილი თვალებით შეხედავენ ამ მოცემულობას.